პარლამენტის განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თბილისის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურული მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების გაცნობას აგრძელებს. კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი 171, 74, მე-60 და 195 საჯარო სკოლებს, ასევე პირველ ექსპერიმენტულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თბილისის მასშტაბით საპარლამენტო დელეგატების ინიციატივით ადგილობრივ ხელისუფლებასთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად ახორციელებს ვიზიტებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით. ამ ვიზიტების მიზანი არის არა მარტო გაცნობა, არამედ კონკრეტული პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, მასზე მყისიერი რეაგირება და გარკვეული საკითხების დარეგულირება უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტით და კონკრეტული აქტივობების განხორციელება. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის უკეთესი საგანმანათლებლო სისტემის მიღება და ამის შემადგენელი ნაწილი არის, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი სწავლობდნენ კომფორტულ და უსაფრთხო შენობებში. გავეცანით ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, შევისწავლეთ ის გამოწვევები, რომელიც უდგას სკოლას და სამინისტროს მიზანი არის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ და გააგრძელონ სწავლება განახლებულ ინფრასტრუქტურაში, შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს გეგმაგრაფიკს, რის მიხედვითაც თუ რაიმე გამოწვევა არის სკოლაში, გადაუჭრათ ეს გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო 171 საჯარო სკოლისათვის, გვესტუმრნენ როგორც სამინისტროს წარმომადგენლები განათლების, ასევე პარლამენტიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობიდან. ისინი დაინტერესებული იყვნენ ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურით, განვიხილეთ სხვადასხვა სახის საკითხები. თარგობრივი ეკონომიკისა და